შენ შეიძლება იღებ მაწონს ყოველ დღე, რადგან ის ჯანსაღია, მაგრამ თუ არ მიიღებ სწორად, მისგან სარგებელს ვერ მიიღებ. ზუსტად ამიტომ გეტყვი ტოპ 5 შეცდომას, რომელსაც უშვებენ მაწვნის ან იოგურტის ჭამის დროს და როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხები. პირველი და ყველაზე ხშირი შეცდომა არის, როცა მაწონს ატკბო. შეიძლება შაქრით, შეიძლება თაფლით, ან შოკოლადით, ან სიროფით. ამ დროს შენ იღებ შაქარს, შაქრით იკვებებიან ბაქტერიები, რომელიც ბევრად უფრო ჩქარა მრავლდებიან, ვიდრე მაწონში შემავალი სასარგებლო ბაქტერიები და იღებ შებერილობას, გლუკოზის სპაიკებს, ინსულინის სპაიკს, დისკომფორტს მუცლის ღრუს მიდამოში და ადამიანების ნახევარზე მეტი ამ სიმპტომს უჩივის ხოლმე და მე უკვირს რომ რატომ მე ხომ ჯანსაღი რამე მივიღე მაწონი და რატომ უნდა მქონდეს ესეთი სიმპტომები. აქ მთავარი პრობლემა არის დამატკბობელი არ არის საჭირო, ან ეს ეხება მაწონსაც, იოგურტსაც და ბერძნულ იოგურტსაც. თუ მაინც ძალიან გიყვარს სიტკბო, მაშინ შეგიძლია სულ ცოტა თაფლი გაურიო. თუმცა ეგეც სასურველი არ არის. და თუ სიტკბოს მაინც გაურევ, მაშინ ჩიას თესლი ან სელის თესლი დაამატე. საკვები ბოჭკოც მიიღო, საკვებმა ბოჭკომ შაქრის აბსორბცია და შაქრის მონელება შეამციროს და შეანელოს და მიიღო მაწვნის სასარგებლო თვისებები სრულად. მეორე ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც მაწვნის ჭამის დროს უშვებენ, ეს არის მისი ან გათბობა, ან კერძებში გამოყენება, ცხელ კერძებში გამოყენება, ან ცომში გამოყენება, თუ კი გინდა რომ ის სასარგებლო თვისებები შეინარჩუნო. თუ მხოლოდ ცომის სტრუქტურისთვის გინდა ან მჟავიანობის მიცემისთვის, რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ თუ გინდა რომ მაწვნის სასარგებლო პრობიოტიკული თვისებები შეინარჩუნო, მაშინ მისი გაცხელება არ შეიძლება, რადგან მასში შემავალი ეს სასარგებლო ბაქტერიები არის ძალიან მგრძნობიარე სითბოს მიმართ. განსაკუთრებით ტემპერატურა თუ აცდება 45 გრადუსს, ძალიან ადვილად იუპებიან ეს ბაქტერიები. ამიტომ რეალურად პრობიოტიკებს ვერ იღებ, როცა მაწონი ცხელდება. ამიტომ მიკროტალღურ ღუმელშიც კი გაცხელებისას იკარგება უმეტესი პრობიოტიკული თვისებები. თუ 15 წამი შეაჩერებ, შეიძლება ის რომ ოთახის ტემპერატურამდე დაიყვანო, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც განადგურდება, თუმცა ცილებს შეინარჩუნებ და მის სხვა სასარგებლო თვისებებს, კალციუმს, ზოგიერთ ვიტამინს შენარჩუნდება ეს ყველაფერი, მაგრამ პრობიოტიკული ეფექტი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარია მაწონში და იოგურტში, ეს ეფექტი ნადგურდება, როცა მას აცხელებ. მესამე შეცდომა არის, როცა ვერ არჩევენ ხოლმე რა განსხვავება მაწონს, იოგურტს და ბერძნულ იოგურტს შორის. განსხვავება არის ასეთი. მაწონი არის კარგი პრობიოტიკი და მჟავა გამძლე ბაქტერიებს შეიცავს საკმაოდ დივერსიფიცირებულს, ან სხვადასხვანაირ სახეობებს შეიცავს და ეს კარგია ჯამში. რაც შეეხება იოგურტს, იოგურტი და მაწონი ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან, უბრალოდ მაწონი ცოტა უფრო მჟავია ხოლმე, როგორც წესი. სხვა თვისებებით ახლოს დგანან, იგივე ცილის შემცველობით, გემოც აქვთ მსგავსება, თუმცა ცოტა არომატში არის განსხვავება და ბაქტერიებიც, განსხვავებული ბაქტერიები აქვს, მაგრამ ორივე ბაქტერია სასარგებლოა. განსხვავებული არის რეალურად ბერძნული იოგურტი. ბერძნული იოგურტის მთავარი თვისება არის, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, დაახლოებით 3-ჯერ მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე მაწონი ან ჩვეულებრივი იოგურტი. და ამიტომ არის, რომ ბერძნული იოგურტი ხშირად უფრო ძვირი ცხრის, უფრო იშვიათიც არის და ცილა არის მასში კონცენტრირებული. მაგრამ კაი ამბავი ის არის, რომ შეგიძლიათ ჩვეულებრივი მაწვნისგანაც მომზადოთ პრაქტიკულად ბერძნული იოგურტი. გაწვრილი მაწონი ხსმენიათ ალბათ, ძალიან მარტივი გასაკეთებელია, მარლაში ზოგჯერ ან შესაძლებელია ძალიან თხელი ნასვრეტები თუ აქ ესეთი თასივით მასში ჩაასხა, დააყოვნო დაახლოებით 6 საათის განმავლობაში, ოღონდ ქვეშ უნდა ედგას თასისაც ჩაიწურება. და რომ გაიწუროს ეს მაწონი და რაც დარჩება ის კონცენტრირებული მასა, იქნება კონცენტრირებული ცილებით მდიდარი, ცოტა შრატის ცილები დაიკარგება და ცოტა წყალი დაიკარგება, მაგრამ ეგ არაფერი. ჯამში კონცენტრირებული დარჩება და მონებას უკეთესი იქნება, ან გემრიელი საჭმელი იქნება. ამიტომ შეგიძლიათ სახში მოამზადოთ, ვისაც არ გაქვს საშუალება, რომ ბერძნული იოგურტები როგორც წესი ძვირი ღირს და გინდათ რომ იგივე სარგებელი მიიღოთ მაწვნისგანაც, შესაძლებელია ამის გაკეთება და იქნება ცილებით მდიდარი და თან იქნება ნატურალური, ყოველ შემთხვევაში იცი რას გააკეთებ. ხო, თუ გინდა რომ აი ბერძნული იოგურტის დონის კონცენტრაცია მიიღო, დაახლოებით 6 საათი უნდა გააჩერო, თუ გინდა რომ უფრო მეტად მყარი იყოს, 12 საათი უნდა გააჩერო. ყველა შემთხვევაში სასურველია რომ მაცივარში იყოს, ანუ სახლის ტემპერატურაზე არ არის სასურველი, იმიტომ რომ მავნე ბაქტერიები 6 საათის მერე 6 საათის ფარგლებში დაიწყებენ გამრავლებას და
არასასურველია ეს მაწონშიც და იოგურტი. მეოთხედ მთავარი შეცდომა არის, რომ ადამიანები იღებენ მაწონს პირველ გაღვიძებისას, რასაც ჭამენ, ან ბოლოს დაძინებისას, რასაც იღებენ. არც ერთი არ არის გამართლებული და რატომ? თუ კი დილით მიიღებ მაწონს ან იოგურტს, ორივე შემთხვევაში ეს ბაქტერიები ვერ უმკლავდებიან ძალიან ძლიერ მჟავას. მიუხედავად იმისა, რომ მაწონში შემავალი ბაქტერიები უფრო მჟავა გამძლეა ზოგადად ვიდრე იოგურტის, მაინც კუჭის მჟავიანობა იმდენად მაღალია დილაობით, როცა არაფერი არ გაქვს ნაჭამი, რომ პირველი მისი მიღება პრაქტიკულად 60% მის სასარგებლო ბაქტერიებისას გაანადგურებს. ამიტომ საკვებთან ერთად ჯობია რომ მიიღო, ან საკვების მიღების მერე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. საკვების მიღებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში კუჭის მჟავიანობა შედარებით მაინც დაბალია. ამიტომ საკვების მიღების მერე გამართლებულია მაწვნის მიღება, იგივე ითქმის რა თქმა უნდა იოგურტზეც. და საღამოთი კიდე ღამის ფერმენტაციის გამო გაზები და შებერილობით შეიძლება შეწუხდეს ადამიანი, ამიტომ ბოლო კვება, ამიტომ არ არის სასურველი მაწონი, დაახლოებით ძილისგან სადღაც 3 საათით მოშორებული რო იყოს, ეგ იქნება სასურველი დისტაცია, თუ მაინც და მაინც ბოლოს კიდე ჭამა. და მეხუთე შეცდომა არის, როცა ადამიანები ირჩევენ მაწონს ან იოგურტს 0%-იანს ბრმად. ზოგჯერ საჭიროა, თუ ადამიანი ძალიან მკაცრ დიეტაზე და შეზღუდული აქვს ცხიმების მიღება რაიმე სამედიცინო პრობლემით, ან უბრალოდ უნდა რომ ცხიმები არ მიიღოს, მაშინ შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ 0%-იანი არ ნიშნავს ჯანსაღს და რატომ? ჯერ ეს ერთი, რომ როცა ცხიმიან იოგურტს ან მაწონს იღებ, ნაყროვანებას ბევრად უფრო აუმჯობესებს, დაახლოებით 1 საათით მეტად გრძელდება ნაყროვანების განცდა. ანუ ეს ძალიან დიდი დროა სინამდვილეში. ეს ნიშნავს, რომ შემდგომში უფრო ცოტა შეჭამ, რადგან პეპტიდი YY ესე ქვია და გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1. ამების გამომუშავებას უწყობს ხელს. როცა ცხიმიანია, ცხიმი ასევე კუჭის დაცლას ანელებს ამხრივად და სისავსის შეგრძნება ადამიანს მეთხანს ექნება და ამიტომაც კარგია და ასევე ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებას უკეთესად ხდება. A, D, E და K ვიტამინებია, K ვიტამინები, რომელიც ცხიმში ხსნადია და გლუკოზის და ინსულინის რეაქციაც უკეთესია, როცა ცხიმიანია იოგურტი ან მაწონი. ამიტომ უცხიმოს მიღება არ ნიშნავს ავტომატურად კარგს. ცხიმიანი ხშირ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა და ცხიმიანი და ადამიანი თუ კი წონას აკონტროლებს თან და უნდა რომ დიდხანს გაყვეს ნაყროვანება, ამ შემთხვევაში ცხიმიანი ჯობია. ეს იყო რისი თქმა წმინდა და მადლობა რომ მისმენით. თუ გინდათ არხის მხარდაჭერა, დონაციები შეგიძლიათ გააკეთოთ ქვევით აღწერაში მითითებული ანგარიშის ნომრები. თუ უბრალოდ გინდათ არხის მხარდაჭერა დონაციის გარშემო, მაშინ დალაიქეთ, გამოწერეთ, დააკომენტარეთ, გააშიარეთ. ეს მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.